აქვს თუ არა ადგილი ელიტურ კორუფციას საქართველოს გავლით თურქეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია განახორციელებს, რომელმაც სპეციალურ აუქციონზე გაიმარჯვა. თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის ახალციხე ბორჩხას ურთიერთდამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა. იკვეთება თუ არა ელიტური კორუფციის ნიშნები და ეწევა თუ არა დეპუტატი აქტიურ ბიზნეს საქმიანობას. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალმა კომპანია Global International Energy Corporation-მა გამტარუნარიანობის უფლება 26 ნოემბერს გამართულ სპეციალურ აუქციონზე მოიპოვა. ამ თემაზე სტატიას გაზეთი ვერსია აქვეყნებს და ელიტური გარიგების შესახებ კითხვებს სვამს. როგორ მოხდა რუსეთიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის სქემაში დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის კომპანია. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ აუქციონი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ჩაატარა და გამარჯვებული კომპანია კანონის დაცვით გამოავლინა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ სპეციალური აუქციონი პროცედურების დაცვით ჩატარდა. იმის მიუხედავად, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ირწმუნებიან, რომ გამარჯვებული ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარდგენილი ჰქონდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთვის უცნობია, დგას თუ არა გამარჯვებული კომპანიის უკან დავით ბეჟუაშვილი. ვინ დგას ამ კომპანიის უკან, აღნიშნული ინფორმაციას ასევე არ მიგიწვდება ჩვენ ხელი, იმიტომ რომ ვიმეორებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენდა იმ საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალში არ იყო წარმოდგენილი, რომელიც საჭირო აუქციონის მონაწილეობის მისაღებად და გასამარჯვებლად თუ დააკმაყოფილებს შესაბამის პროცედურებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ არ მოგვითხოვეთ და არც მოგვეპოვება. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამტარუნარიანობის აუქციონში დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, არც კახა კალაძე ფლობს. თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ ეს დიდი მნიშვნელობის პროექტია, რადგან საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში ელექტროენერგიის იმპორტი პირველად ხორციელდება. კომპანია არის, რომელიც ახორციელებს კომპანიის უკან ვინ არის და ვინ არის ამ კომპანიის მფლობელი, მე არ ამბობ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანამდებობის პირებისა და პარლამენტის წევრების ბიზნესთან კავშირს ელიტური კორუფციის რისკად მიიჩნევს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პირდაპირ ბიზნეს საქმიანობა ყველა დეპუტატს ეკრძალება, თუმცა არ არსებობს ორგანო, რომელიც ამას გააკონტროლებს. თავისთავად პრობლემა რისკს შეიცავს ყოველთვის, როდესაც თანამდებობის პირს აქვს რაღაცა კავშირი კერძო სექტორთან, რომელიღაც კერძო კომპანიასთან, ყოველთვის არის რისკი, რომ მან ეს თავისი თანამდებობა და გავლენა გამოიყენოს ამ კომპანიის ასარგებლოდ, რაც თქმა უნდა უსამართლო იქნება და უკანონოც. საკუთარი მოსაზრებები აქვთ საკითხზე დეპუტატებსაც. თუ სახელმწიფო აქედან ნახულობს რაღაც მოგებას ან ოფიციალურად უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს იმას უხდიან, არანაირი პრობლემა არ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საერთო წარმოდგენა არ მაქვს ამ სფეროზე, დავით ბეჟუაშვილის ეგეთი კომპანია თუ ქონდა, არც ვიცი. ელიტური კორუფცია ნიშნავს იმ დამოკიდებულებას, როცა მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებს უკანონო მოგების მისაღებად. და ამ შემთხვევაში ეს კანონიერი საქმიანობა მე არ ვიცი, ამ საქმის შინაარსში ვერ ვიღებ. ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან თურქეთში ახალციხე ბორჩხას 400 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით განხორციელდება. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთანაც მიმდინარეობს. რაც შეეხება თურქეთში ელექტროენერგიის იმპორტს, კომპანია Global International Energy Corporation 300 მეგავატამდე ელექტროენერგიის ტრანზიტს დეკემბრის ბოლომდე განახორციელებს.